ჩავაბარე უკვე 11 უნივერსიტეტში, სადაც ავიღე ჯამური გრანტი $1 მილიონი. კერძო რეპეტიტორთან არ დამჭირდებია მომზადება ცალკე საგნებში, მომზადება გავიარე მე თანამედროვე განათლების აკადემიაში. ვფიქრობ, რომ გავაგრძელო სწავლა რომელიმე კალიფორნიის უნივერსიტეტში. 12 უნივერსიტეტში ჩავაბარე, ავიღე სუნთლიან $250,000 ოდენობის დაფინანსება. არ მომზადებო ვარ იმ მხრივ, რომ როდესაც გადავწყვიტე უცხოეთში ჩაბარება, ამ ყველაფერში დამეხმარა ინგლისურის მასწავლებელი და მასწავლებლებიც თავისთავად სხვები მეწყობდნენ ხელს. ავირჩიე KU Leuven-ი. ვილნიუსის უნივერსიტეტში business management. ცალკე უნივერსიტეტისთვის მომზადება არ დამჭირდა, რადგან სკოლის განათლება საკმაოდ ძლიერი იყო. მე ჩარიცხული ვარ ახლა IUBG-ში, LCC-ში, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტი არის პრაღაში, UNIPD-ში, ლიეტუვას უნივერსიტეტში. გადაწყვეტილი გვაქვს ვილნიუსის უნივერსიტეტი ლიეტუვაში. დაფინანსება მივიღე IUBG-სგან, LCC-სგან, პრაღის უნივერსიტეტიდან. მე ჩავაბარე კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ლიტვაში. სწავლა არის 3 წლიანი. 3 წლის შემდეგ ალბათ მაგისტრატურას ავიღებ სადმე სხვა ევროპის ქალაქში ან ამერიკაში. ჩავირიცხე ლიეტუვას ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ველოდები ასევე ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პასუხს. ფაკულტეტი არის International Business. ჩავაბარე ვილნიუსის უნივერსიტეტში, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში და სან-პავლოს უნივერსიტეტში მადრიდში. მე ავირჩიე ვილნიუსის უნივერსიტეტი, ფაკულტეტი არის კიდევ უსაფრთხოება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიშნებს, მეცნიერულ გასწავლებული ყველა ნიშანი იგზავნება. ამიტომ აქ აკადემიური მოსწრება გჭირდება ძალიან კარგი, თორე ამ ნიშნებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და შესაბამისად არ მიგიღებენ ცუდ ნიშნებით.